ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ოლაცამდელო მეუფეო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ აღდგომის ნათელსა და ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელმაც განაახლა ბუნება კაცთა, მოგცა ჩვენ შესაძლებლობა დაბრუნებისა ცათა სასუფეველში და რაც მთავარია ჩვენ თანაგზიარყო სული წმინდის მადლს, რომლითაც განვიმხდობით და ვიწყებთ ქრისტეს მსგავსებას. და დღევანდელი დღის წმინდა მოწამეები ქვათახევის მონასტრისა, ისინი მიმსგავსებულნი არიან ქრისტეს თავიანთი ცხოვრებით და თავიანთი აღსასრულით მოწამეობრივით, რამე თუ მოწამეობის მაგალითი და თავდადებისა ადამიანთათვის მოგცა ჩვენ ქრისტემ და წმინდა მოწამეებმა კიდევ თავი დასდეს ქრისტესთვის. რამე თუ ნათქვამია წმინდა წერილში, ვინც სული თავისი გასწიროს ჩემთვის ან სახარებისთვის, ის ჩემთანა იყოსა და მე მისთანა ვიყვეო. ვინც შემიყვარა მე და აღასრულა ცნებანი ჩემნი, მე მასთან ვარ და მამაც ჩემი მასთან არისო, ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმინდა წერილში. და ეს სიყვარული, ძვირფასო ძმანო და დანო, ქრისტეს მიმართ, სიყვარული ერისა, სიყვარული ეკლესიისა და სამშობლოსი, ეს არის მახასიათებელი ქვათახევის წმინდა მოწამეების და მათთან ერთად აღსრულებული ადამიანების. რამე თუ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ის ვითარება, გამძვინვარებული მტერი, რომელიც შემოსეულია საქართველოზე, ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე, განზრახული აქვს, რომ ქვეყანა გავერანებული და გატიალებული დატოვოს და აი ამგვარი მტერის თავაზობს მოწამეებს, რომ შეიცვალონ სარწმუნოება, სხვა გამოსავალს არ უტოვებს და რა თქმა უნდა დანაპირები იმისა, რომ თუ შეიცვლი სარწმუნოებას გადარჩები, რა თქმა უნდა მოქმედებს ეს დანაპირები. ამ დროს აი ასეთ ვითარებაში ძალზე იოლია, რომ შიში დაგვეუფლოს. ჩვენ აი წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება საკუთარ თავზე. ფიქრობდეთ მხოლოდ გადარჩენაზე, ფიქრობდეთ გამოსავალი როგორი ვიპოვოთ და აი მოწამეთა საოცარი შინაგანი მხნეობა ზუსტად ამაში არის, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ ისინი ამ ვითარებაში ღმერთს არიან მინდობილნი და რჩებიან ერთგული უფლისა. რამე თუ ნათქვამი არის, რომ
თქვენ უკეთო მე ტანჯესო, თქვენც ტანჯონო. და ვისაც სურს შემოდგომა ჩემ და აღიღოს ჯვარი ჩემი და შემომიდგეს მეო. და ეს ჯვრის მტვირთველობა წმინდა მოწამეთა არის ყველაზე მტკიცე და წმინდა საფუძველი მართლმადიდებელი ეკლესიისა. ამ საფუძველზეა დამყარებული ჩვენი ეკლესია. წმინდა მოწამეების ნაწილზე აღესრულება საღვთო ლიტურგია. და განზრახვა მოწამეთა ქრისტესთვის აღსრულებისა ეს განზრახვა არის წმინდა მაცხოვნებელი და მრავალი მოწამე რომელიც ქრისტესთვის ევნო თითქოს დამარცხებული იყოვო მათი მტარვალების წინაშე თითქოს მათი სახელი უნდა ყოფილიყო მიცემული დავიწყებას მაგრამ ჩვენ ხედავთ სრულებით სხვაგვარ სურათს წმინდა მოწამეების თაყვანისცემა და მათი ხსენება საყოველთაოდ აღესრულება ქრისტიანულ სამყაროში. ყველა მოწამეს აქვს ხსენების დღე. მრავალი მათი წმინდა ნაწილი არის დავანებული მონასტრებში და ეკლესიებში. მათ სახელზე აშენებულია მრავალი ტაძარი და რაც თავარია ისინი არიან ჩვენი შემწე და მეოხნი. ისინი სასწაულებს აღასრულებენ და ასე იყო პირველი საუკუნეებიდანვე ძვირფასო ძმანო და დანო. მოწამეობის მაგალითი მოგცეს მოციქულებმა, ქრისტეს მოწაფეებმა. ერთის გარდა იოანე ღვთისმეტყველის გარდა ყველა მოწამეობრივად აღესრულა. და აი ეს ჯვარი მოწამეობისა, ეს ჯვარი არის ქრისტეს ეკლესიის გვირგვინიც და გზაც ქრისტესაკენ. მოწამეობა მონაზვნებისათვის ბრძანებენ წმინდა მამები არისო საკუთარი ნების უარყოფა. უსისხლო მოწამეობაო ასე ბრძანებს გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. ანუ ამ გზით მივდივართ ყველანი. ქრისტეს ამხსარებელნი, ქრისტეს ერთგული ერი. მოწამეობა არის, როდესაც გიწევს ცხოვრება უღმერთო ან ღვთისმბრძოლ საზოგადოებაში. როდესაც იგინება, ილანძღება სახელი ქრისტესი, გთავაზობენ სხვადასხვანაირ საცდურს. ყოველივე ეს ძვირფასო ძმანო და დანო არის მოწამეობა. დათმენა საცდურისა, არაყოლა, უარყოფა. დათმენა განსაცდელისა. ქრისტეს გულისათვის მოთმინებით გადატანა ყველა სიმძიმის და მწუხარების ამ წუთი სოფლისა. აი ეს ყოველივე
მოწამეობა არის ქრისტესათვის, ძვირფასო ძვანო და დანო. და ჩვენც შეგვიძლია მოწამეთა მობაძავნი ვიყვრეთ დღეს 21 საუკუნეში. შეგვიძლია იმ ყოველდღიურობაში, რომელიც ჩვენ გარს გვარტყამს. შეგვიძლია იმ ცხოვრებისეულ განსაცდელებში, რომელიც მოდის ჩვენზე. თუ ყოველივეს გადავიტანთ და ვიქნებით მზად მივიღოთ ქრისტეს სიტყვის მიხედვით და ქრისტეს გულისათვის, მაშინ ჩვენ შევირაცხებით ამხსარებელთა თანა და წილი გვექნება წმინდა მოწამეებთან. აი ამგვარად დავძლებთ ქრისტეს შეწევნით საცდურს წუთის სოფლისა, ბოროტის სულისა და ვიქნებით ერთგული უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვნებისათვის. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ულოცავ მონასტრის საძმოს არქიმანდრიტ ანდრიას და ძმებს წმინდის ამის მონასტრისა მრევლს და საქართველოს ეკლესიას შეგვეწიოს ქართველ ერს ქვათახევის წმინდა მოწამეების მეოხება და ლოცვა. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. და ქრისტე აღდგა. მრავალს დაესწარით.